წარმოიდგინე, რომ კომპანიების 95%, ვინც ხელოვნურ ინტელექტში ფული ჩადო, გაზომვა შედეგს ვერ ხედავს. ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ეს MIT-ის კვლევაა და ახლა მეორე ფაქტი. ამავე პერიოდში Nvidia ისტორიაში გახდა პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამაც $4 ტრილიონ გადააჭარბა. ანუ თითქმის ყველა აგებს და ვიღაც მაინც შოულობს იმდენს, რამდენიც არავის უშოვია არასდროს. როგორ ხდება ეს, როგორ არის შესაძლებელი? პასუხი 2026 წელს არ დევს. პასუხი დევს 1848-ში, კალიფორნიაში. ამ ვიდეოში გიყვები ისტორიას, რომელიც ზუსტად მეორდება ჩვენს თვალწინ. გაჩვენებ სად მიდის ხელოვნური ინტელექტის ფული რეალურად და ბოლოში გეტყვი როგორ იპოვა შენს ბაზარზე ის პოზიცია, სადაც ეს ფული გაჩერდება, სადაც შენც იშოვე მას. დარჩი ბოლომდე, საინტერესო რაღაც მოგიყვები. მაშასე 1858 წელი. კალიფორნიაში მდინარე ამერიკან რივერზე ოქროს პირველი ნამცეცები იპოვეს. და აქ ჩნდება კაცი, რომლის სახელიც უნდა დაიმახსოვრა. სემ ბრენანი. ბრენანი მაღაზიის მეპატრონე იყო და როცა ოქროს ამბავი გაიგო, მან ის არ გააკეთა, რასაც ყველა აკეთებდა. ნიჩაბი კი არა იყო, ნიჩბები იყიდა. ყველა ნიჩაბი, ქვაბი და ბარი, რაც რეგიონში იშოვებოდა. ტაფას, რომელშიც 20 ცენტს იხდიდა, მოგვიანებით ის $15 გაყიდის. და მე გააკეთა გენიალური სულ. ჩავიდა სან-ფრანცისკოში, ქუჩებში დარბოდა და ყვიროდა ოქრო ამერიკან რივერზე. ხალხი გაგიჟდა. ყველა მიატოვა სამსახური, ოჯახი, სახლი და გაიქცა ოქროს საძებნელად. მაგრამ ოქროს საძებნელად ნიჩაბი გჭირდება და ნიჩაბი მთელ კალიფორნიაში მხოლოდ ერთ კაცს აქვს. ბრენანი გახდა კალიფორნიის პირველი მილიონერი. ისე რომ 1 გრამი ოქროც არ მოუპოვებია არასდროს. და ის მარტო არ იყო. რამდენიმე წელიწადში კალიფორნიაში ჩავიდა ერთი ახალგაზრდა ვაჭარიც, გერმანიიდან ემიგრირებული. ოქროს მაძიებლებს ჭირდებოდათ მაგარი, გამძლე შარვლები და ის სწორედ ამას ყიდდა. ამ კაცს ერქვა ლევი სტრაუსი. ჯინსები, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცვამს, ოქროს ციებ-ცხელების გვერდითი პროდუქტია. ახლა მთავარი კითხვა: რა ბედი ეწია თვითონ მაძიებლებს? აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერაფერი იშოვა. ბევრი იმაზე ღარიბი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. ოქრო ცოტა იყო, მაძიებელი კი ბევრი. ფული კი მიდიოდა იქ, სადაც ყოველი მაძიებელი იხდიდა. ნიჩბებში, შარვლებში, საჭმელში და ღამის თევაში. მოდი, გადმოვიდეთ ისე 2026-ში. და დაუკვირდი, რამდენად ზუსტად მეორდება ეს ისტორია. დღეს ოქრო არის ხელოვნური ინტელექტი, მაძიებლები არიან ის ათასობით სტარტაპი და კორპორაცია, ვინც AI-ში მილიარდებს ასხამს. და MIT-ის კვლევა, რომელთაც დავიწყეთ, ზუსტად ამას ამბობს. მათი 95% ჩადებული ფულიდან გაზომვა შედეგს ვერ იღებს. ერთ-ერთში იგივე ხდება. მაშინ ვინ არიან დღევანდელი ნიჩბების გამყიდველები? პირველი, რა თქმა უნდა, არის Nvidia, ჩიპები, რომლის გარშეც ვერც ერთი AI ვერ მუშაობს და თუ იცი რა მარჟით ყიდის. დაახლოებით 70%-თან მეტით. ყოველი მეორე $, რაც AI-ში იხარჯება, ბოლოს მაინც მიდის ჩიპებში. მაგრამ Nvidia მხოლოდ დასაწყისია. ამ ჯაჭვს ქვემოთ რომ ჩახვე, კიდევ უფრო საინტერესო შროთი გამოჩნდება. AI-ს ჭირდება მონაცემთა ცენტრები. მხოლოდ 4 ტექნოგიგანტი 2026 წელს მათ მშენებლობაზე დახარჯავს $600 მილიარდ-ზე მეტს. ცენტრებს ჭირდება დენი. და დღეს გაზის ტურბინები, რომლებიც ამდენს გამოიმუშავებს, წლებით ადრეა გაყიდული. რიგი არის 2029 წლამდე. ზოგან 2030-მდეც. ტეხასში მიწის ნაკვეთებისაც ეს მონაცემთა ცენტრები შენდება, რა თქმა უნდა, გაწურდა. ამერიკაში დღეს ელექტრიკოსი შეიძლება უფრო მოთხოვნად პროფესია ხდება, ვიდრე პროგრამისტი. ამ დეიტა ცენტრებზე მომუშავეები წელიწადში $100,000-ზე მეტს გამოიმუშავებენ. ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მოგებული კაცი არის ის, ვინც კაბელებს ერთმანეთზე აერთებს, პლუს და მინუსი. ანუ თუ ხედავ ლოგიკას, ჰაიპის ეპიცენტრში ფული იწვება და ფული გროვდება იმ ხელში, ვინც ციებ-ცხელებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბოლოს. და აქ არის ერთი დეტალი, რომელიც ამ თელ სქემას კიდევ უფრო ნათელს ხდის. კალიფორნიაში ფასები ისე გაიზარდა, რომ მაძიებელს დღეში დაახლოებით 1 უნცია ოქროს მოპოვება სჭირდებოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ საკვების და თავშესაფრის ხარჯი დაეფარა. ანუ ოქრო, რომელსაც დილიდან საღამომდე წინ მდინარეებში დგომით პოულობდა, საღამოს ისევ ვაჭრის ჯიბეში ბრუნდებოდა და ხალხი მაინც მიდიოდა ათასობით. და თუ იცი რატო? იმიტომ რომ შიში ჰქონდათ, რომ სხვები შოვიდნენ და თვითონ ვერა. ეს განცდა არც 2026-ში შეცვლა, როცა ყველა AI-ზე ლაპარაკობს, ყიდვა უბრალოდ ინსტინქტი ხდება. პოზიციის დაკავება კი გადაწყვეტილება. მოკლედ, პრაქტიკულ ენაზე რო ვთარგმნოთ, როგორ უნდა იპოვო შენს ბაზარზე იმ ადამიანის პოზიცია, ვინც ამ ნიჩბებს ყიდის. პირველი კითხვა, ვინ ცდილობს ახლა შენი ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას და რა სჭირდება ყველა მათგანს, რა არის საერთო რაც მათ სჭირდებათ. ეს არის ნიჩბის ლოგიკა. შენ არ გჭირდება გამოიცნო ვინ იპოვის ოქროს,
შენ უნდა გაყიდო ის, რაც ყველას ჭირდება. ცოდნა, დანერგვა, მოწესრიგებული მონაცემები, ტექნიკური მომსახურება და ვინც არ უნდა გაიმარჯვა, შენ მაინც მოგებული იქნება. და მეორე კითხვა, რა ხდება დეფიციტური, როცა ყველა ერთი და იმავეს აკეთებს? დააკვირდი, ბრენანმა ნიჩბები კი არა დეფიციტი გაყიდა, რომელიც თვითონვე შექმნა. დღეს როცა ხელოვნური ინტელექტით კონტენტის დამზადება შეუძლია ყველას, დეფიციტი ხდება ის რისი დაკოპირებაც არ გამოდის. რეალური ექსპერტიზა, რეალური რეპუტაცია, ავთენტურობა, ნდობა, ტექსტი და ვიზუალი გახდა იაფი, მაგრამ სახელი გახდა ძვირი. და კითხვა მესამე, შენც ის მაძიებელი ხარ მდინარეზე რო დარბის ოქროს აძიებლად. შეგიძლია რომ გულწრფელად შენო შეხედო შენ თავს. და აქვე პატიოსნად გეტყვი ამ ისტორიაში ჩვენც TenX-ს ნიჩბების გამყიდველების ხარებს ვდგავართ. ბიზნესებს ვეხმარებით, რომ ხილულები იყვნენ იქ, სადაც მათი კლიენტები ეძებენ. Google-შიც და უკვე AI-ის პასუხებშიც დიდი ხანია. და ზუსტად ამიტომ ხედავ ყოველდღე ორივე მხარეს, ვინც ჰაიპში ფულს წვავს და ვინც წყნარად პოზიციებს იმაგრებს. განსხვავება არასდროს არის ინსტრუმენტებში, განსხვავება ყოველთვის არის მიდგომებში და პოზიციებში. და ბოლოს, ისტორიის ფინალი. სემ ბრენანი, კაცი რომელმაც ციებ-ცხელბაზე პირველმა ეშავა მილიონები, სიცოცხლის ბოლოს თითქმის უფულო დარჩა. და თუ იცი რატომ? იმიტომ რომ შემდეგ თვითონაც აყვა სპეკულაციებს. კაცმა რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა როგორ მუშაობს ციებ-ცხელება, საკუთარი წესი დაარღვია და თვითონაც ოქროს მაძიებელი გახდა. ასე რომ ეს ისტორია ორ გაკვეთილს გვასწავლის და არა ერთს. პოზიცია გაშავნინებს ფულს, მაგრამ დისციპლინა შეუძლია რომ შეგინახოს. ხოლო თუ გინდა რომ ნახო რამდენად ხილულია შენი ბიზნესი AI პასუხებში და Google-ში, მოითხოვე უფასო აუდიტი ჩვენთან, აღწერაში იქნება ლინკი და ჩვენ სპეციალისტი შემოგთავაზებს საინტერესო 10 წუთიან ვიდეოს. მადლობა იმისათვის რომ გვიყურე, თუ გამოიწერე არხს, ვიდეოს დალაიქებ და რამეს დაგვიკომენტარებ, ძალიან გამეხარდება.